TV4-ის ინფორმაციით გვიან ღამით რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. Როგორც TV4-ის რესტორნის დაცვის სამსახურის უფროსმა განუცხადა, ობიექტის გარე პერიმეტრზე მოხდა შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლები ჩხუბის მონაწილეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. რესტორნის დაცვის სამსახურის ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დაგვიანებით მივიდა. Შავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, თუმცა როგორც კლინიკაში აცხადებენ, 37 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლის მანუჩარ მაჩაიძის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოხდა რაღაც შელაპარაკება ტერიტორიის გარეთ, რესტორნის ტერიტორიის გარეთ, გამოძახებული იყო პოლიცია. Ჩვეულებრივად დაწყნარდა სიტუაცია, ყველაფერი, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა და უბრალოდ პოლიციის თანამშრომელი იჯდა აქ სკამზე და გულის შეტევით, გულის უკმარისობით უცბად ცუდად გახდა. გამოძახებული იქნა ჩვეულებრივად სასწრაფო დახმარება და აგვიანა კარგად. ჩვენი ხელით სასწრაფოს მანქანაში ეს გერწოდებული საკაცეთი შეუსვით და წაიყვანეს აზოტის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილი იქნა გვამი, 37 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. სასწრაფოს მიერ დაწყებული იყო უკვე გულფილტვის რეანიმაცია, რომელიც გაგრძელდა უკვე კლინიკაში. ჩვეულებრივ პროტოკოლის მიხედვით, თუმცა გულის მუშაობა ვერ აღდგა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.